ამომწურავე ვიდეო კარამელის შესახებ. დღეს გაგიზიარებთ, როგორ მოამზადოთ კარამელი წყლით, რძით, ნაღებით, როგორ მოამზადოთ თხელი კარამელის соуსი, ან სქელი კარამელი. მოამზადებთ ცხარე კარამელს წიწაკის დამატებით, კარამელს ყავის დამატებით და ასევე კარამელს ჟელატინით. მოვიმარაგოთ ყველა ინგრედიენტი და შევუდგეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი ცეცხლის გამყოფი თუ გაქვთ, ეს დაგეხმარებათ უფრო ნელად და თანაბრად დაადნოთ შაქარი და რეკომენდირებულია გამოიყენოთ ქვაბის სქელი ძირით. ესეც დაგვეხმარება უფრო ნელად დავადნოთ შაქარი. ჩემი სრული რეკომენდაცია გლუკოზის სიროპს, რომელსაც ვიყენებ ყოველთვის კარამელის დამზადებისას. გლუკოზის სიროპი დაგვიცავს და თუ კარამელში დარჩა ოდნავ შაქარი, რომელიც ბოლომდე არ გაიხსნა, გლუკოზის სიროპი შეუშლის და კარამელი არ ჩაგუშაქრდება. ამიტომ გირჩევდით ნებისმიერ საკონდიტრო მარკეტში იყიდოთ 9 კილოიანი ან 1 კილოიანი შეფუთვა, კაპიკები ღირს და ძალიან დიდხანს გეყოფათ. შაქარი დავადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავიდან შაქარს არ უღრევთ და როგორც კი შეატყობთ, რომ 80-90% შაქრის არის გამდნარი, შეგვიძლია კვებზით მოურიოთ. როგორც კი შაქარი ბოლომდე გადნა, გახდა ერთგვაროვანი, მუქი ყავისფერი და ოდნავ გამჭვირვალე, შეგვიძლია დავუმატოთ ჩვენი გლუკოზის სიროპი, კარგად მოურიოთ და პირველი კარამელი იქნება წყლის ბაზაზე. დავუმატოთ ადუღებული წყალი პატარა პორციებად, რადგან ტემპერატურის სხვაობის გამო მასა ძალიან აქაფთება და თუ მთლიანად დავუმატებთ, შეიძლება ქვაბიდანაც გადმოგვიიტეს. ბოლომდე როგორც კი შევურავთ, შეგვიძლია დავუმატოთ მარილი. მარილს უმატებთ გემოს დასაბალანსებლად, კარამელი ასე ყოველთვის უფრო გემრიელი გამოდის. ნახევარს გადავასხამ და ნახევარში დავუმატებ პატარა ნაჭერ ლურპაგის კარაქს. ეს საკმარისი იქნება კარამელს კარგი ნაღების გემოს რო დავუმატოთ. კარამელის სისქეს ვარეგულირებთ სითხის რაოდენობით, რაც უფრო მეტ სითხეს დავუმატებთ, მით უფრო თხელი კარამელი იქნება და პირიქით. ეს ეხება როგორც რძეს, ასევე ნაღებსაც. კარამელი გაცივებისას უფრო შესქელდება, ბავშვმა უნდა გაგვირაცხოს ჭურჭელი და ჩვენ შეგვიძლია მოამზადოთ კლასიკური კარამელი ნაღები. ნაღები უნდა გამოიყენოთ 33-35%-იანი. დავადნოთ შაქარი, დამნარ შაქარს დავუმატოთ გლუკოზის სიროპი, პატარა ქვაბში წინასწარ ჩაასხით ნაღები, კარგად გააცხელეთ და პატარა პორციებად დავუმატოთ ჩვენ კარამელს. შემდეგ შეგვიძლია დავუმატოთ მარილი, პატარა ნაჭერი კარაქი, კარგად აურიოთ და კლასიკური კარამელი მზად არის. ბავშვმა ისევ გაგვირაცხოს ჭურჭელი და ჩვენ შეგვიძლია მოამზადოთ შემდეგი კარამელი რძით. ადუღებული რძე პატარა პორციებად დავუმატოთ ჩვენ კარამელს და კარგად აურიოთ და აქ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ დიდი ალბათობით რა მოხდება კარამელში რძის დამატების დროს. ცილა, რომელიც არის რძეში, ასე ნაფლეთებად დარჩება კარამელში, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ეს გამოვასწოროთ ბლენდერით. კარგად დავაბლენდეროთ ეს მასა და შემდეგ დავუმატოთ მარილი და კარაქი. კარგად აურიოთ და იგივე იდეალური კარამელი მზად არის. ასეთ კარამელში ნაღების გემო იგრძნობა უფრო ნაკლებად, მაგრამ თვითონ კარამელის გემო უფრო გამოხატულია. ბავშვმა ისევ გაგვირაცხოს ჭურჭელი, ძალიან რო არ დაიღალოს, ოდნავ ვაჭამოთ, არ დაგვავიწყდეს. და თუ გინდათ მოამზადოთ ცხარე კარამელი წიწაკით, ამისთვის წიწაკა უნდა დაჭრათ და დავუმატოთ ნაღებს, წამოადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და დავუმატოთ კარამელს. კარგად აურიოთ, დავუმატოთ მარილი და კარაქი, გაატაროთ საწურში და იდეალური ცხარე კარამელი მზად არის. ყავის კარამელისთვის იგივე პრინციპით ნაღებში უნდა გავხსნათ ხსნადი ყავა და ეს ნაღები დავუმატოთ კარამელს. და თუ გვინდა ჟელატინიანი კარამელი გავაკეთოთ, მაშინ ჟელატინს უნდა დავასხათ წყალი, მოვამზადოთ ჩვენი კარამელი, ოღონდ არ უმატებთ კარაქს. მოვაშოროთ ცეცხლიდან, ვაცადოთ მაქსიმუმ 1 წუთი, დავუმატოთ ჟელატინი, კარგად აურიოთ და სულ ბოლოს გავხსნათ ჩვენ კარამელში კარაქი. გავაცივოთ და მიიღებთ იდეალურ კარამელს, როგორც შიგთავსი სხვადასხვა დესერტებში. ასევე აუცილებლად წაიკითხეთ აღწერა, რადგან იქ იქნება დაწერილი ყველაფერი უფრო დეტალურად. ყველაფრის რაოდენობა, რამდენი სითხე უნდა დავუმატოთ, როგორ შეგიძლიათ სითხეები ერთმანეთში შეურიოთ და რისთვის და ჭამეთ გემრიელად, კარგ ანიმეს, მულტფილმებს, ფილმებს უყურეთ. იმედია ეს ვიდეო გამოგადგებათ და ჩემი არხი გამოიწერეთ.